დილამშვიდობისა. საქართველოს პირველი არხია თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. როგორც ყოველთვის ჩვენ გადაცემას ვიწყებთ მთავარი სათქმელით და აუცილებლად გაგახსენებთ, რომ ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ. როდესაც ამ ფრაზას ვიყენებ, მე რასაკვირველია ხას უსვამ ჩვენი გადაცემის კონცეფციას. გახსენებთ რა არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი ფასეულობა, ყველაზე დიდი ღირებულება ნებისმიერი საზოგადოების კონტექსტში და ყოველთვის იმასაც ვითვალისწინებთ, რომ ადამიანის აღქმა არის განსხვავებული. რამდენი ადამიანიც არის იმდენი ხედვა არსებობს თავად ადამიანის რაობისა და ვინაობისა და ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კითხვა და მასზე პასუხი. რა განსაზღვრავს ადამიანობას და რა განსაზღვრავს ადამიანურობას. ძალიან ბევრი მეცნიერი თვლის, რომ არის ერთი კონკრეტული ორგანო და მასთან ასოცირებული მახასიათებელი ინტელექტის სახით, რომელიც განსაზღვრავს იმას, რომ სწორედ ადამიანი არის როგორც ბიოლოგიური არსება, გვირგვინი ერთგვარი ცოცხალი სამყაროსი. არის თუ არა გვირგვინი, ეს შეიძლება იყოს სადაო სხვადასხვა ნიშნით, ეს შეიძლება იყოს განხილვის საგანი სხვადასხვა ნიშნით, მაგრამ მთავარი საკითხი არის ის, რომ ადამიანი და მისი ინტელექტი, ადამიანი და მისი თავისტვინი არის თუ არა ის განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელიც ჩვენს იდენტობასაც განსაზღვრავს ჩვენს ჯანმრთელობას, განსაზღვრავს ჩვენს დღეგრძელობას და განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ხარჯს. უამრავი მახასიათებელი აქვს თავისტვინს, მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ ინფორმაციულ ნაკადში ადამიანის არსებობაზე, ჩვენ უნდა აუცილებლად გავიხსენოთ, რომ სწორედ თავისტვინი არის მიმღები ამ ინფორმაციის. ის არის გადამამუშავებელი, შემნახავი და საჭიროების შემთხვევაში ამ ინფორმაციის გამოყენების შესაძლებლობას გვაძლევს. ამდენად ის არაუბრალოდ განმკარგველია ბრძანებების, არამედ ინფორმაციის მიმღები და შემფასებელი, რომ ჩვენი არც ერთი აქტივობა არ ხორციელდება ტვინის გარეშე და რომ ნამდვილად დამსახურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავის ტვინი არის ის დირიჟორი, რომელიც ადამიანის ორგანიზმის, როგორც ხმაშეწყობით მომუშავე ორკესტრის წარმატებას განსაზღვრავს. და ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ტვინის აქტივობას უკავშირდება, არის საყურადღებო. დღევანდელი ჩვენი გადაცემა არის ძალიან განსხვავებული იმიტომ, რომ ერთი მხრივ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ტვინის შემეცნების შესაძლებლობის დაქვეითებაზე, მაგრამ არა ზოგადად, არა განკერძოებით, არამედ კავშირში მაგალითად ოპერაციასთან. თქვენ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს გამაერთიანებელი დემენციისა და ოპერაციისა? მეცნიერებას უკვე აქვს მტკიცებულებები, რატომ შეიძლება ეს პრობლემა იყოს საყურადღებო და ეს ურთიერთობა საყურადღებო ოპერაციამდე, ოპერაციის შემდგომ პერიოდში და რატომ შეიძლება ამას თავსატეხი შექმნას იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკვე აქვს ასეთი დიაგნოზი და იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც მანამდე, ანუ ოპერაციამდე მსგავსი პრობლემა არ ჰქონიათ და მხოლოდ ოპერაციის შემდგომ პერიოდში გამოვლინდა. ამ თემაზე საუბარი გადავწყვიტეთ ძალიან სერიოზულად, იმიტომ რომ ეს არის სრულიად ახალი ხედვა მედიცინაში და როგორც გახსოვთ, ჩვენ ვცდილობთ გადავიხედოთ ყოველთვის მომავალში და თუ მომავალში უნდა გადავიხედოთ, მაშინ წარმოუდგენელია არ გავითვალისწინოთ ის გამოცდილება, რომელიც აქვს დასავლურ მედიცინას და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჩვენი თანამემამულე, მაგრამ მაგდერბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის წარმომადგენელი, ის აგრეთვე წარმოადგენს ლაიბნიცის მეცნიერების ლაბორატორიას და იგი გახლავთ მედიცინის დოქტორი, ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი, პროფესორი ქალბატონი თამარ მაჭარაძე. დილამშვიდობისა თამარ. ძალიან სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა. დაგძანდით. მიხარია რომ სულ მოკლე პერიოდით ხართ საქართველოში და აი ამ პერიოდის განმავლობაში გამოძებნეთ საშუალება და მოხვედით ჩვენთან გადაცემაში. მე აუცილებლად უნდა ვთქვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ძალიან საპატიოა. მე ეჭვი მაქვს, რომ თქვენ ამაზე არ ისაუბრებთ, მაგრამ მე ვთვლი, რომ იმდენად სერიოზულ საკითხს ვეხებით, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. არსებობს მაგალითად გერმანიაში ასეთი პრაქტიკა, როდესაც ნეირომეცნიერებაში მომუშავე ადამიანებს სპეციალურ საბჭოში ირჩევენ და იმისათვის რომ ამ საბჭოში მოხვდნენ, ეს არ არის ორგანიზაცია, სადაც საწევროს გადახდის შემთხვევაში ხვდებიან ადამიანები. პროფესიული დამსახურების გამო და ძალიან
ბევრი მახასიათებლის გამო ადამიანი ხანგრძლივ პროცესს გადის, ვიდრე მას აირჩევენ. და აი ამ საბჭოში მხოლოდ არჩეული ნეირომეცნიერები ხვდებიან და ძალიან საამაყოა ჩემთვის, რომ აი ასეთ საპატიო ჯგუფში მეცნიერებისა, რომლებიც თანამედროვე ნეირომეცნიერებაზე ხედვას განსაზღვრავენ, თქვენ ხართ ერთ-ერთი არჩეული წევრი აი ამ საბჭოსი. და შესაბამისად კითხვა, რომელიც შეიძლება გაუჩნდა უკვე მაყურებელს. რატომ გადაუწყვიტეთ? ისედაც რთული პრობლემაა დემენცია, რომელსაც სამედიცინო დატვირთვასთან ერთად აქვს უზარმაზარი სოციალური ტვირთი, ფსიქოემოციური წახნაგი და არანაკლებ მნიშვნელოვანი ეკონომიკური წახნაგი. თუმცა დღეს ჩვენ ოპერაციასთან დავაკავშირეთ, ოპერაციულ ჩარევასთან დაკავშირებით, უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ როგორც ირკვევა, თანამედროვე მტკიცებით მედიცინას გაუჩნდა უამრავი საბუთი იმის ხარგასასმელად, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ არის მნიშვნელოვანი? მოდით ამაზე დავიწყოთ საუბარი. იცით რა, პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, მადლობა მოწვევისთვის. მინდა მოგახსენოთ, რომ ეს საკითხი ძალიან აქტუალურია 65 წელს გადაცილებულ ასაკობრივ ჯგუფში. იგი ასევე გამოხატულია შუა ასაკის ხანის პოპულაციაში და ბავშვებშიც, მაგრამ უფრო დიდი რაოდენობით გვხვდება 65 წელს გადაცილებულ პოპულაციაში. საერთოდ ზოგადად მედიცინაში ტექნოლოგიები ძალიან დაიხვეწა და სიცოცხლის ხანგრძლივობაც გაიზარდა მსოფლიოში. ამან განაპირობა, რომ შესაბამისად ადვილი გახადა ქირურგიული ჩარევები ასაკოვან პაციენტებში. და დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ ხშირად აღენიშნებათ ასეთ პაციენტებს კოგნიტური დარღვევები, რაც გამოიხატება იგივე დასწავლის შემცირებაში, კონცენტრაციის დაქვეითებაში და მეხსიერების დაქვეითებაში. ეს ხანდახან არის ხოლმე მსუბუქად გამოხატული, რომელიც მალევე ალაგდება, ხანდახან საშუალო სიმძიმის და არის ხოლმე, რომ საკმაოდ მძიმე გამოხატულება აქვს და დემენციის სახით წარგვიდგება ხოლმე. ადრე ამ პრობლემას, ეს პრობლემა დაახლოებით კვლევა ამ პრობლემის შესახებ დაიწყო დაახლოებით 1960-იანი წლებიდან, ყოველ შემთხვევაში ლიტერატურაში სტატიები არის ამ პრობლემის შესახებ ამ პერიოდიდან, მაგრამ აღიქმებოდა უფრო მეცნიერული მიმართულებით და არ იყო მტკიცებულება პრაქტიკული თვალსაზრისით. ხოლო 2018 წელს უკვე საერთაშორისო დაავადების კოდირებათა სისტემაში ისმევა დიაგნოზი, როდესაც ასეთი გამოვლინება ხდება. როგორც წესი, ჩვენ ამ მიმართულებას მართავთ ხოლმე ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები, მაგრამ თუ მიმდინარეობა საკმაოდ რთულია ხოლმე, ვეღარ ვერევით და ვუხმობთ სხვა სპეციალისტებს, როგორიც არის ფსიქიატრები, ნევროლოგები, ნეიროფსიქოლოგები, მათი დახმარებით გუნდურად მართავთ ხოლმე ასეთ პაციენტს. კარგ შემთხვევაში მისი ალაგება, როგორც მოგახსენეთ, ხდება რამდენიმე დღეში, ან რამდენიმე კვირაში, მაგრამ შეიძლება რამდენიმე თვე და წელიწადიც კი გაგრძელდეს, რაც რა თქმა უნდა ასევე პრობლემას უქმნის არა მარტო პაციენტს, არამედ ოჯახს და სახელმწიფოს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დამოკიდებული არის ფინანსურ ხარჯებზე. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რაც თქვენ ბრძანეთ ასაკობრივ ჯგუფთან მიმართებაში. თუ 65 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებში უფრო მაღალია იმის რისკი, რომ მსგავსი პრობლემები განვითარდეს, ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სწორედ ამ ასაკობრივ კატეგორიაში არის მეტი ალბათობა ქრონიკული დაავადების, მეტი ალბათობა ნებისმიერი პრობლემის გამწვავების და გართულების და იმის რისკიც იზრდება, რომ ოპერაციული ჩარევა შესაძლოა მეტად დაჭირდეს ადამიანს სხვადასხვა სისტემაზე, სხვადასხვა ორგანოზე, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, მაგალითად გულსის დახვრიტა სისტემის მხრივ საკმაოდ ხშირია ასეთი პრობლემები მთელ მსოფლიოში. ამიტომ გამოდის, რომ ოპერაციული რისკიც გაზრდილი აქვს ამ ადამიანებს და გაზრდილი აქვს დემენციის რისკიც და ანუ მათი დროში თანხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაში ვლინდება ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებული სირთულეები? როდის იწყება ეს პრობლემები? გასაგებია, რომ ადამიანს ქონდა, მაგალითად, კოგნიტური პრობლემები, ცუდად ქონდა უკვე ეს დასწავლის საკითხები, კონცენტრაციის უნარი და ასე შემდეგ, მაგრამ ოპერაციის მერე
ყველაფერი გაუარეს და როდის იწყება, როდის ვლინდება ეს ყველაფერი? უკვე საოპერაციოდან გამოყვანის შემდეგ, უკვე მაგალითად რეანიმაციის ბლოკში, პალატაში გადაყვანისას თუ გარკვეული დროის მერე როცა სახლში წავიდა პაციენტი და ამბობს რომ ეს ნარკოზის ბრალია. დიახ, ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ აი ნარკოზის ბრალია, ყველაფერი ბრალდება ნარკოზს. სინამდვილეში არის ქირურგიული ჩარევის პროცესი, იმიტომ როგორც ვიცით, ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა ანთებითი პროცესს მოიცავს. ეს პაციენტები, რა თქმა უნდა, მანამდე აქვთ ქრონიკული დაავადებები, როგორც თქვენ ბრძანეთ ამ პაციენტებს. და თვითონ მოლეკულური მექანიზმი ცნობილი კონკრეტულად არ არის, მაგრამ სავარაუდოდ, რაც არის კვლევებით დღესდღეობით ჩატარებული, მიგვითითებს იმაზე, რომ ნეიროანთებითი პროცესი მიმდინარეობს ქრონიკულად. როგორც ვიცით, ისედაც ფიზიოლოგიურად ამ პაციენტებში ჭარბობს ანთებითი პროცესი თავის ტვინში, ემატება კიდე ქირურგიული პროცესიდან გამომდინარე ანთებითი პროცესი, რომელიც არის, ასე ვთქვათ, გამომწვევი აი ამ კოგნიტური დარღვევების და ეს კოგნიტური დარღვევები ნარკოზიდან, როგორც საზოგადოებაში ცნობილია ეს სიტყვა, ასე რომ ვიხმაროთ, გამოსვლისას უკვე ვლინდება. მაშინვე, როგორც კი გამოვაღვიძებთ პაციენტს საოპერაციო მაგიდაზე, იქვე შეიძლება გამოვლინდეს. იმ წუთიდან იწყება გამოვლინება. სავალდებულო არ არის, მაგრამ პირველი გამოვლინება შეიძლება იყოს იმ წუთიდანვე. შეიძლება განვითარდეს. მაგალითად როგორ, თამარ? ჩვენ გვაქვს ტესტები, საერთაშორისო აღიარებული, რომელიც ქართულ ენაზე ვთარგმნეთ, არის სპეციალური სხვადასხვა რამდენიმე ტესტი და ამ ტესტს ვაკეთებინებთ პაციენტს. არ მინდა ტესტების სახელები დავასახელო რეკლამაში რო არ ჩამეთვალოს, მაგრამ ეს არის მტკიცებული მედიცინით აღიარებული. და იქიმე მაშინვე ამჩნევს საოპერაციოში შენიშნავს უკვე ამას. ჩვენ ასევე დავნერგეთ საქართველოში ის ამბავი, რომ სანამ ოპერაციაზე შევა პაციენტი, მანამდე მოვახდინოთ სკრინინგი, რომ ვიცოდეთ პოსტოპერაციულად რა გველის ამ პაციენტთან მიმართებაში, იმიტომ რომ ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა უნდა იყოს ერთობლივად შეთანხმებული პაციენტთან, მის ოჯახთან ერთად, რომ განსაზღვროთ წინასწარ რისკები. წინასწარი რისკები. და თუ სავალდებულო არ არის ამ ოპერაციის ჩატარება, მაშინ ასე ვთქვათ, უარყოთ ეს ამბავი. რეალურად იმდენად მაღალია ზოგიერთ შემთხვევაში რისკი, აი თქვენი ფრაზიდან გამომდინარე, დემენციის გაუარესების და დასწავლის უნარის გაუარესების, რომ შეიძლება კითხვის ნიშანი დაისვას, გჭირდება თუ არა ასეთი ოპერაცია, რამდენად საზიანო შეიძლება იყოს და რა უფრო საზიანო იქნება, არ გავაკეთოთ ოპერაცია თუ გავაკეთოთ ოპერაცია და ადამიანს გაუღრმავდეს დემენცია. ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანია. ჩვენ გვაქვს ვიდეო რჩევა, რომელიც მეხსიერებას უკავშირდება. მოდით ერთად ვნახოთ ეს ვიდეო რჩევა და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. ტვინის ნაადრევი დაბერების თავიდან ასაცილებლად. ადამიანის ტვინი უწყვეტად მუშაობს სიცოცხლის მანძილზე. იღებს ინფორმაციას, აანალიზებს, ინახავს. საჭიროების შემთხვევაში ხელახლა იყენებს. ტვინის მუშაობისთვის აუცილებელია სისხლით მომარაგება. კარგ სისხლმომარაგებას ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, ადეკვატური ძილი. სტრესის მართვა. არ დაგავიწყდეთ, ტვინის ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლო აუცილებელია. სიყვარულით ახსავსე, პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებული, კეთილგანწყობილი ურთიერთობები ოჯახში და ოჯახის გარეთ. ბავშვის ტვინის და შესაბამისად მეხსიერების ვარჯიში სიცოცხლის პირველივე წუთებიდან და კიდევ უფრო ადრე მუცლად ყოფნიდან უნდა დაიწყოთ. მეხსიერების წვრთნა ადამიანმა სიცოცხლის ბოლომდე უნდა გააგრძელოს. გახსოვდეთ, უწყვეტი დასწავლის პროცესი ტვინის დღეგრძელობის საწინდარია. თუ ასაკის მატებასთან ერთად მეხსიერების დაქვეითება გაშინებთ, ნაკლები დრო გაატარეთ ეკრანთან. დაიწყეთ ახალი ენის შესწავლა. დაიზეპირეთ ახალი ლექსები. ამოხსენით თავსატეხები. დაეხმარეთ პატარებს. ახალი, ანუ თქვენთვის უცნობი სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული დავალების მომზადებაში. გაითვალისწინეთ, ჩვენ ხშირად ვსვამთ კითხვას, როგორ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე? პასუხი კი მარტივია. არ შევამოკლოთ იგი, სიცოცხლის გახანგრძლივება და არა გადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია სწორი კვებით.
რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით, აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი, პირადი ექიმის რჩევით. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს, როდესაც თქვენ საუბრობდით რისკზე, დემენცია, რომელიც მანამდე არ იყო გამოვლენილი პაციენტად, ხაზი უნდა გავუსვათ, არ იყო გამოვლენილი. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ ოპერაცია რომ დასჭირდა, ნარკოზი რომ გაუკეთეს, იმიტომ დაემართა. არადა მედიცინა ამბობს, რომ პრობლემები იყო მანამდე სავარაუდოდ და ოპერაციულმა ჩარევამ ეს მხოლოდ გამოავლინა. ერთი საკითხია სწორედ ეს, როდესაც გამოავლინა და მეორეა, როდესაც იყო პრობლემები მანამდე, აშკარა პრობლემები და ეს პრობლემები გააღრმავა, გაართულა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ოპერაცია ყველა შემთხვევაში შეიძლება იყოს ზუსტად ის ფაქტორი, რომელიც ანთებას გააძლიერებს. მაგრამ ყველას ემართება ასე? ყველა შემთხვევაში აუცილებელია, რომ ოპერაცია იყოს ტვირთი ადამიანისთვის, ვისაც დემენციის პრობლემა აქვს, ან ასეთი საფრთხე ემუქრება. არა, რა თქმა უნდა, არა, ამას ვერ ვიტყვით სალსახად. უბრალოდ იმ პაციენტებში, ვისაც ოპერაციამდე აღენიშნებოდა ნეიროდეგენერაციული დაავადებები, ისინი, რა თქმა უნდა, არიან რისკ ჯგუფში. რომ შეიძლება უფრო გამოვლინდეს და გაღრმავდეს თვითონ პროცესი ნეიროდეგენერაციული დაავადების. მაგრამ სავალდებულო, რა თქმა უნდა, არ არის. სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არსებობს ის მეთოდოლოგია, რომ ზუსტად განსაზღვროთ გამოვლინდება თუ არა ეს პრობლემა პოსტოპერაციულად. და როდესაც ჩვენ ვამბობთ დროზე და ვადებზე საუბრობთ, არის თუ არა ასეთ დროს მნიშვნელოვანი, მაგალითად, ოჯახს ყოველთვის ეს აინტერესებს, თავად პაციენტსაც ამას აქვს თუ არა რესურსი, რომ დასრულდეს და დაუბრუნდეს პირვანდელ საწყის მონაცემებს. ანუ რამდენად შესაძლებელია, რომ ადამიანის ტვინი დაუბრუნდეს პირვანდელ მონაცემებს ოპერაციის მერე გაუარესებული შემეცნების ფონზე და არის თუ არა ოპტიმალური ვადა პერიოდი, რომელიც ვიცით, რომ ჭირდება. იცით, როგორ არის, ეს დამოკიდებულია იმ კონკრეტული პაციენტის ნეიროპლასტიკურობის ფუნქციაზე, რომელიც ესე არ განისაზღვრება, არ გვაქვს ჩვენ ისეთი ხელსაწყო, რომ ამ ნეიროპლასტიკურობის უნარი შევაფასოთ კონკრეტულ პაციენტს. ვერ ვითვლით. უბრალოდ ვამბობთ ხოლმე, რომ აი დრო სჭირდება, მაგრამ ეს დრო შეიძლება იყოს 1-2 დღე, შეიძლება იყოს 1 კვირა, შეიძლება იყოს რამდენიმე კვირა. აი ესეთი წინასწარი განსაზღვრელი პარამეტრი სამწუხაროდ დღესდღეობით არ არსებობს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ასევე დამოკიდებული არის თვითონ ანესთეზიის ხარისხზე. როგორ მართავთ ჩვენ პაციენტს? დღესდღეობით ძალიან განვითარდა, როგორც აღნიშნეთ, ტექნოლოგიები და ბევრი მონიტორინგის საშუალება გვაქვს. იგივე შეგვიძლია განსაზღვროთ ბისპექტრალური მონიტორინგი, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვათ, რამდენად ღრმა არის ანესთეზია, რომ ძალიან ღრმა ანესთეზიაც არ მივიცეთ პაციენტს და ასევე ძალიან ზედაპირულიც არ იყოს. ის ქირურგიული დონე დავიჭიროთ, რაც არის სავალდებულო და არ მოვახდინოთ ამითი ტვინის დაზიანება. აგრეთვე, რა თქმა უნდა, ანესთეზიოლოგის პასუხისმგებლობა არის, რომ მუდმივი არტერიული წნევის კონტროლი მიმდინარეობდეს ინტრაოპერაციულად და არ მოხდეს ოპერაციის მსვლელობისას, დიახ, და არ მოხდეს არც ძალიან დავარნა წნევის, არც მკვეთრი მატება. ანუ ბევრი ფაქტორი არის, რა თქმა უნდა, თვითონ აი ამ ანესთეზიური პროცესის მსვლელობისას. მაგრამ ყველაფერს ამას თუ გამოვრიცხავთ, ძირითადი პროცესი მაინც არის ეს ანთებითი და შემდეგ აი ამ ასე ვთქვათ განკურნება, თუ შეიძლება რომ ასე ვთქვათ, ამ პრობლემისგან იქნება დამოკიდებული იმ კონკრეტული პაციენტის ტვინის ნეიროპლასტიკურობის შესაძლებლობაზე. თქვენ საუბრის დასაწყისში ბრძანეთ, რომ აქ მნიშვნელოვანია სხვადასხვა სპეციალობის ადამიანის ჩართულობა. და აი ამ პროფესიულ გუნდს აქვს დიდი ამოცანა. და სწორედ ამიტომ არის, რომ ამ საკითხებზე სწორედ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მსჯელობენ და მუშაობენ, ხომ ასეა? ჩვენ ამასთან დაკავშირებით პირველად წელს საქართველოში 6 და 7 სექტემბერს ვაწყობთ ამიერკავკასიაში საერთაშორისო სიმპოზიუმს, სადაც ყავს მოწვეული
ამ დარგის მიმართულების სხვადასხვა დისციპლინების, რაც ჩამოთვალეთ, ფსიქიატრები, ნეირომეცნიერები, ნეირობიოლოგები, აგრეთვე ნეიროფსიქოლოგები, ნევროლოგები და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები, რომლებიც არიან მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და ისინი გააკეთებენ მოხსენებებს თუ რა მდგომარეობა არის მსოფლიოს მასშტაბით ამ მიმართულებით, როგორ შეიძლება ჩვენ გავაუმჯობესოთ თვითონ დიაგნოსტიკა ამ პაციენტების და აგრეთვე მკურნალობა. ეს კონფერენცია მოიცავს უჯრედული დონიდან, იგივე იმუნოლოგებიც იქნებიან ჩართული, უჯრედული დონიდან თვითონ პაციენტის ჩათვლით, ასე ვთქვათ, აი ამ მოლეკულური მექანიზმებიდან დაწყებული მკურნალობის ჩათვლით დასრულებული გვექნება ესეთი საინტერესო მოხსენებები. და ერთი მოკლე კითხვა. ჩვენ თქვით ზოგადად ოპერაციის რისკზე, როდესაც ადამიანს აქვს რისკი შემეცნების პრობლემების განვითარების, ან უკვე აქვს ასეთი პრობლემები. უნდა ვივარაუდოთ თუ არა ავტომატურად, რომ ოპერაციის მასშტაბი, რაც უფრო დიდია ოპერაცია, რაც უფრო ხანგრძლივია ოპერაცია, რაც უფრო ხანგრძლივ ნარკოს მოითხოვს, მოდით ეს ტერმინი გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ბევრად უფრო გასაგებია ფართო საზოგადოებისათვის, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ავტომატურად რისკი იზრდება იმ ადამიანებისათვის, ვისაც ასეთი პრობლემები აქვს შემეცნებასთან დაკავშირებით. დიახ, თქვენ აბსოლუტურად მართალს ბრძანებთ. ესეთი ყველაზე დიდი და ხანგრძლივი ჩარევა არის კარდიოქირურგიაში, როგორც მოგეხსენებათ, და ამ პაციენტებს აქვთ ყველაზე მძიმე გამოვლინებები. საერთოდ ეს მიმართულება ესე განვითარდა, რომ პირველად დაკვირვება მოხდა კარდიოქირურგიულ პაციენტებზე. და მაშინ ესე უწოდებდნენ პირველად, რომ შემოვიდა ეს ცნება, საერთოდ უწოდებდნენ, რომ ქირურგიის შემდგომ განვითარებული დემენცია. ესე მოიხსენიებოდა ხოლმე სტატიებში და მე აი ესე ნელა-ნელა განვითარდა ეს მიმართულება. ანუ ტერმინიც დაიხვეწა და წარმოდგენაც. თუმცა დღევანდელ ჩვენ საუბარს მე მგონია აქვს უზარმაზარი დატვირთვა არა მარტო სამედიცინო საზოგადოებისათვის. ეს რაზედაც თქვენ ახლა საუბრობდით, რა საკვირველია, ეს არის ახალი ცოდნა მედიკოსებისთვის, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს პაციენტებისთვის, როგორც ცოდნა და არანაკლებ მნიშვნელოვანია ოჯახებისთვის, იმიტომ რომ თუ ყველა ის ოჯახი, ყველა ის ადამიანი, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, ან ასეთი პრობლემის განვითარების რისკი აქვს და ახლა ისმენს ჩვენ საუბარს, მაშინ დაგეგმილი ან მოსალოდნელი ოპერაციული ჩარევისთვის ბევრად უფრო მომზადებული იქნება, თუნდაც წინასწარ გაივლის იმ შემოწმებას, რაზეც თქვენ საუბრობდით, წინასწარ შეფასდება რისკები, რა შეიძლება მოხდეს ოპერაციის შემდეგ და გაცილებით უფრო მალე გაივლის იმ პერიოდს ნარკოზის შემდეგ. აი ჩივიან ხოლმე რომ რაღაცა ნარკოზის მერე ცუდად ვიმახსოვრებ, მიჭირს საქმეზე კონცენტრაცია და ასე შემდეგ. აი ეს პრობლემები რომ ნაკლებად გქონდეთ, მნიშვნელოვანია პრაქტიკულად გამოიყენონ ის ცოდნა, რომელზედაც დღეს ჩვენ საუბრობდით. და ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. წარმატებებს გისურვებთ, იმიტომ რომ ის რაზედაც თქვენ საუბრობდით, არის უკვე ხელმისაწვდომი დასავლური მედიცინის პირობებში, თუმცა თქვენ გადადგით უკვე ნაბიჯები იმისთვის, რომ ეს ყველაფერი იყოს ხელმისაწვდომი საქართველოშიც. თუნდაც იმიტომ, რომ მაგალითად ქართულად არის ნათარგმნი უკვე ეს ტესტები და საშუალება გვაქვს იმისთვის, რომ პაციენტთან, ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობაში, ვისაც მსგავსი პროცესი აქვს გასავლელი, შეფასება იყოს მაქსიმალურად ობიექტური, როგორც მტკიცებით დადასტურებული სანდო კრიტერიუმების გამოყენებით. მაყურებელს უნდა შევახსენოთ, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ მაგდებურგის კლინიკის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი და რაც თავარია ნეირომეცნიერთა საბჭოს არჩეული წევრი ქალბატონი თამარ ნაჭარაძე. და მე როგორც ყოველთვის არ გემშვიდობებით, იმიტომ რომ გადაცემის ბოლო ბლოკი ეს არის ტრადიციული კვებითი შუქნიშანი და შესაბამისი რეკომენდაციები, სხვათა შორის თავის ტვინთან დაკავშირებით, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც დღევანდელი ჩვენი გადაცემის ძირითადი თემა გახლდათ.
როდესაც კვების ჩუქნიშანზე ვსაუბრობთ, ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ სურათხატს, რომელიც არა უბრალოდ სამფერია, არამედ არის გზამკვლევი ფერებით იმ სამყაროში, სადაც ჩვენ შეგვიძლია ფერთან ასოციაციით ესე თუ ის ინფორმაცია მეხსიერების შესაბამის უჯრაში შევინახოთ და საჭიროების შემთხვევაში ძალიან ეფექტიანად გამოვიყენოთ. როდესაც ვსაუბრობთ თავის ტვინის შემეცნების უნარზე, ეს სჭირდება ადამიანს ყველა ასაკში და მნიშვნელოვანია ყველასათვის, იმიტომ რომ ადამიანის განვითარება წარმოუდგენელია შემეცნების გარეშე. ადამიანის პიროვნული შენახვა წარმოუდგენელია შემეცნების გარეშე. და როგორც ირკვევა, არის ფაქტორები, რომელსაც შეუძლია მკვეთრად შეცვალოს ჩვენი შემეცნება. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ცხოვრების წესის ფაქტორები, ცხოვრების წესის არჩევანი იყო დამაზარალებელი შემეცნებისათვის. მაგალითად, ასეთ ფაქტორთა შორის არის წონის მერყეობა და სასწორი აქ არის არა იმაზე მისანიშნებლად, რომ მხოლოდ ჭარბი წონა და სიმსუქნე შეიძლება აისახოს ჩვენ შემეცნებაზე და ტვინის შესაძლებლობებზე, არამედ წონის დეფიციტიც. და როგორც თანამედროვე მედიცინა ადასტურებს, არ აქვს მნიშვნელობა. წონა გვაკლია და ვითარდება წონის საყურადღებო, სახიფათო ნაკლებობა. თუ წონა ჭარბად გვაქვს და ვითარდება ჩვენი ჯანმრთელობისათვის, მათ შორის თავის ტვინისათვის სახიფათო სიჭარბე, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ორივე გადახრა ოპტიმალური წონიდან არის საყურადღებო და ორივე გადახრას ოპტიმალური წონიდან მოსდევს შემეცნების ხარვეზები, იმიტომ რომ ტვინის უნარი, ტვინის შესაძლებლობა არის დაზარალებული. თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მაგალითად წონის დეფიციტის მიღმაც და წონის სიჭარბის მიღმაც უნდა ვეძებოთ ანთება, მაშინ ძალიან ადვილად დაუკავშირებთ ჩემს სიტყვებს, ქალბატონი თამარის სიტყვებს, რომელზედაც მან გაამახვილა ყურადღება ოპერაციასთან კავშირში დღევანდელი გადაცემის სოლობისას. როდესაც ადამიანი იცვლის კვების რეჟიმს, იცვლის საკვებ ულუფას, დაცვლის კვების რაციონს, ამას ბევრი ფაქტორი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ როდესაც წანამძღვრებზე ვსაუბრობთ, ოპერაციული ჩარევა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რატომ შეიძლება ოპერაციულმა ჩარევამ საკვები ნივთიერებების ხარვეზი შექმნას. ეს თითქოს ტოლობის ნიშანია, რომელსაც აქვს ლოგიკური ახსნა. მაგალითად, რაღაც მაწუხებს. აი ამ დისკომფორტის ფონზე მე ზღუდავ კვებას. ავტომატურად ჩემი ორგანიზმი გარკვეული ნივთიერებების ნაკლებობის რისკის ქვეშ დგას. შემდეგ, როდესაც კვლევებს მიტარებენ, მე კიდევ უფრო მეტად ზღუდავ, ან მეუბნებიან, რომ კვლევისთვის მიზანშეწონილია შევზღუდო გარკვეული ტიპის საკვები. დგება ოპერაციული ჩარევა, რასაკვირველია ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ამ პერიოდში მე მაქვს საკვები ნივთიერებების ნაკლებობა. ოპერაციის შემდგომ ძალების აღდგენას დრო ჭირდება და ძალიან ხშირად ადამიანი ამ პერიოდში ადეკვატურ კვებას ვერ ახერხებს. ეს ეხება ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციასაც, ან ადამიანის უბრალოდ გუნებ-განწყობის დათრგუნულობას და ასეთ შემთხვევაში ჩვეულ კვებას ადამიანი ძალიან გვიან უბრუნდება, ან გარკვეული პერიოდის შემდეგ უბრუნდება, რაც ასევე იწვევს საკვები ნივთიერებების ნაკლებობას. ანუ გამოდის, რომ ოპერაციამდე, ოპერაციის დროს და ოპერაციის შემდგომ განვითარებული მოვლენები ყველანაირად ქმნის ობიექტურ წინაპირობას იმისთვის, რომ მე, როგორც ინდივიდს, დამაკლდეს საკვები ნივთიერებები. არადა მე შეიძლება ჩემი არჩევანით ყოველგვარი ოპერაციული ჩარევის გარეშე ასევე შევქმნა იმის რისკი, რომ ორგანიზმ დააკლდეს საკვები ნივთიერებები. თუ ოპერაციის ფარგლებში საკვები ნივთიერებების ნაკლებობა შეიძლება აისახოს თავის ტვინის შემეცნების უნარზე, იმიტომ რომ არასაკმარისი რაოდენობით ცილა მიიღო, არასაკმარისი რაოდენობით ცხიმი მიიღო, არასაკმარისი რაოდენობით განსაკუთრებით ომეგა-3 მიიღო, სელენი, თუთია, ანტიოქსიდანტები, E ვიტამინი, A ვიტამინი, C ვიტამინი მიიღო ნაკლები რაოდენობით და მიიღო B-ჯგუფის ვიტამინები ძალიან მცირე რაოდენობით, მაშინ კოგნიტური უნარების დაქვეითება იქნება კიდევ ერთი ლოგიკური შედეგი, არა მარტო ანთების გამო განვითარებული, არამედ საკვები ნივთიერებების ხარვეზის გამო განვითარებული. მაგრამ თუ მე სისტემატურად ვიღებ არარაციონალურად ალკოჰოლს, ეს იმას ნიშნავს, რომ მე აუცილებლად მექნება
B ჯგუფის ვიტამინების ხარვესი. ეს არის ალკოჰოლ მომხმარებელთა ერთ-ერთი სამედიცინო ტვირთი. თუ მე მაგალითად სისტემატურად ვიღებ მლაშე პროდუქტებს, ეს იმას ნიშნავს, რომ წყალმარილოვანი ბალანსი ჩემს ორგანიზმში დარღვეულია და მათ შორის თავის ტვინის უჯრედებში. ეს არა მხოლოდ არტერიული წნევის მერყეობას გულისხმობს, არამედ მაგალითად თანაფარდობის დარღვევას ნატრიუმსა და კალიუმს შორის, რაც უჯრედის ცხოვრებისათვის და არსებობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ ეს ფაქტორი შეიძლება აისახოს თავის ტვინის ჯანმრთელობაზე. აღარაფერს ვამბობ ტკბილ პროდუქტებზე, ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლებით დატვირთულ პროდუქტებზე, რომელთა დამსახურებით ანთების ხელშეწყობა და შესაბამისად შემეცნების დაქვეითება არის ლოგიკური შედეგი. ცხიმები, განსაკუთრებით პროცესირებული ტრანსცხიმები, რომელიც სრულიად უცხოა ჩვენი ორგანიზმისათვის, რომელიც მიზანმიმართულად აზიანებს თავის ტვინის შესაძლებლობას. მედიკამენტები გაგიკვირდებათ, მაგრამ ისეთი პროდუქტები, როგორიც არის მაგალითად მეტფორმინი, შაქრიანი დიაბეტის მართვისათვის, ან მაგალითად კუჭის მჟავობის დამაქვეითებელი. რთული სახელი აქვს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები. ანუ მარტივად ითარგმნება ეს ყოველდღიურ პრაქტიკაში, როდესაც ჩვენ კუჭის მჟავობის გასანეიტრალებლად ზოგიერთ პრეპარატს ვიყენებთ, ასეთ შემთხვევაში ამ პრეპარატების, ჩემ მიერ დასახელებული პრეპარატების სისტემატური მოხმარება იწვევს ერთი კონკრეტული საკვები ნივთიერების შეთვისების ხარვეს. ეს გახლავთ B12 ვიტამინი. B12 ვიტამინის ნაკლებობა არის ძალიან საყურადღებო მდგომარეობა. მან შეიძლება მკვეთრად დააქვეითოს მაგალითად ადამიანის შემეცნების უნარი. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, იმიტომ რომ B12-ის ნაკლებობა შეიძლება გამოიწვიოს კუჭის დაავადებამ, კუჭის მჟავობის დაქვეითებამ, მაგალითად ასაკთან ერთად, იმიტომ რომ კონკრეტული ცილა, შინაგანი ფაქტორი, რომელსაც გადააქვს B12 დანიშნულების ადგილას აღარ გამომუშავდება. ჩემი მიერ დასახელებულმა მედიკამენტებმა ასევე შეიძლება შეაფერხოს კუჭის ფუნქცია და აი ამ შინაგანი ცილის გამომუშავება ან მისი ტრანსპორტირება. ამიტომ B12-ის ნაკლებობა არის ასეთ დროს შედეგი. ისევე როგორც არასაკმარისი მოხმარების დროს. არასაკმარისი მოხმარება რას ნიშნავს? მაგალითად, თუ ჩვენ მკაცრად ვეგანური კვების მოდელი გვაქვს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. რატომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში? იმიტომ რომ ჩვენ შევთანხმდით B12-ს აქვს დაგროვების უნარი, მიუხედავად იმისა, რომ წყალში ხსნადი ვიტამინია, ძალიან დიდხანს არ უნდა მივირთვათ B12 შემცველი საკვები, რომ ჩვენ პრობლემები გაგვიჩნდეს. ძირითადი წყარო მისი არის ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ხორცი, ღვიძლი, ძირითადად მაინც წითელი ხორცი, ნაწილობრივ შეიძლება გამოდგეს ფრინველის წითელი ნაწილი. ფრინველის ხორციდან წითელი ნაწილი, აი რომელიც ბარკლის ზონაშია. შეიძლება ამ წყაროდ განვიხილოთ ასეთ შემთხვევაში B12-ის შედარებით მოკრძალებულ წყაროდ, მაგალითად კვერცხი, თევზი, რძის ნაწარმი, მაგრამ ძირითადად მაინც ეს არის კუნთოვანი ნაწილი ხორცისა და სუბპროდუქტების ერთ-ერთი ვარიანტი ცხადია ღვიძლი. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ B12-ის არა მარტო მიღება გვჭირდება, არამედ შეთვისება და ნაწლავის მიკრობიომისა და მიკრობიოტას მოწესრიგება. იქნება ეს ფერმენტირებული პროდუქტების ხარჯზე, როდესაც ცოცხალი ორგანიზმები შეყავს მათთვის განკუთვნილი საკვები, ასევე მცენარეული ბოჭკოს სახით, წყლის ბალანსი ამ დროს აუცილებელია, ყველა ჯგუფის პროდუქტის გამოყენება აუცილებელია, მაგრამ იმის გააზრებაც მნიშვნელოვანია, რომ B12-ის ნაკლებობამ შეიძლება დემენციის მსგავსი კლინიკური ნიშნები გამოავლინოს და ძალიან ხშირად აბნევს ხოლმე ალცჰაიმერის დაავადებაა ეს, ჭეშმარიტი დემენცია ეს, თუ არის B12-ის დეფიციტით გამოწვეული მსგავსი სურათი, თითქმის იდენტური სურათი და ასეთ შემთხვევაში B12-ის ხარვეზის გამოსწორება, მისი ბალანსის აღდგენა კლინიკურ სურათს მკვეთრად აუმჯობესებს. და კიდევ ერთი, B12-ის ნაკლებობის დროს ძალიან ხშირად დამახასიათებელია გასტროენტეროლოგიური პრობლემების ერთდროულად. დისკომფორტი კუჭნაწლავის მხრივ შეიძლება იყოს დიარეა, შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი და ასე შემდეგ და აი ამის გათვალისწინება, როდესაც ადამიანს შემეცნების და დამახსოვრების ხარვეზები გაუჩნდა დროში ერთდროულად ხდება, ეს შეიძლება იყოს კარგი მინიშნება იმისა, რომ B12-ის ჩართულობა
ძალიან ბევრ პრობლემას აგვაცილებს თავიდან. თუმცა ეს ზღვარი უნდა გაავლოს ყოველთვის პროფესიონალმა, ექიმმა და ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია თუნდაც ოპერაციის შემდეგ განვითარებული ხარვეზების ფონზე თავიდან ავიცილოთ ისეთი ტვირთი ადამიანისათვის, რომელიც მკვეთრად აუარესებს მის ცხოვრების ხარისხს, როგორიც გახლავთ შემეცნების უნარის დაქვეითება, ანუ დემენცია, კოგნიტური ფუნქციის ხარვეზი და შესაბამისად განვითარებული დემენცია. ეს იყო დღევანდელი ჩვენი თემა. მე ხვალამდე გემშვიდობებით ტრადიციულად ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ. დათო ევგენიძის საავტორო პროექტი. რაღაცა შეგეშლებოდა ესე